Road Bank-ის CEO და დირექტორი. We need to go live, რა. We need to go live. მან როგორ მიხვედით, რომ აი გეიმერები არის სეგმენტი, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. სამწუხაროდ არ ესმით ეგრო სპორტია რა, ჩვენთან რა, ხო ხდება მშობელი უგზავნოს ბავშვს, რომ ითამაშოს. It's a real sport. People make millions in grid. ყოველთვის სახელს უფუჭებს, მოდი ესე ვთქვათ, ინდუსტრიას რა. პრეტენზიული მომხმარებელი გამოდის ქართველი. ესეთ კარგ პროდუქტებსა უკვე შეჩვეული. მიუხედავად ამ პატარა ზომის ბაზრისა, ანუ სადღაც ეს არის 300-დან 350,000 მომხმარებელზე ასვლა. თქვენ ხართ პირველი ბანკი საქართველოში, რომელიც პირდაპირ ყიდის კრიპტოს. მე მჯერა რომ ის აქ დიდი ხნითაა რა. გამარჯობა, მე ვარ გიორგი პიტნეტიდან. ეს არის ჩვენი პოდკასტი. დღევანდელი სტუმარი ჩვენი არის ლექსო ხოროშვილი, რომელიც ამჟამად არის Road Bank-ის CEO და დირექტორი. აქვს დიდი გამოცდილება ფინანსურ სექტორში და ვილაპარაკებთ, საიდან დაიწყო, როგორ მივიდა Silk-Bank-ამდე და რა ხდება დღეს Silk-Bank-ში, რომელიც რაღაცა ციფრულ ტრანსფორმაციით გამოირჩევა დღეს ბაზარზე. პირველ რიგში მადლობა ლექსო, რომ ხარ ჩვენი სტუმარი. მადლობა გიორგი მოწვევისთვის, მიესალმები თქვენს ერთგულ მაყურებელს. და მოდით ერთი-ორი სიტყვით შევეხები, საიდან მოვედი, რატო ვზივარ დღეს აქ ჩვენთან ერთად და მაინც ხო რა, რატო გადაწყვიტე, რომ დღეს დამიძახო და ვისაუბროთ Silk-Bank-ის განვითარებაზე, ოღონდ Silk Road-ი რებრენდინგი გავაკეთეთ ერთი წლის წინ, ხო რა, ეხა Silk-Bank-ი ვართ. ერთი-ორი სიტყვით 22 წელია ფინანსურ სექტორში ვარ, სხვადასხვა როლში, სხვადასხვა პოზიციაზე, სხვადასხვა ქვეყანაში. ალბათ იმით დავიწყებ, რომ 2016 წელს მივხვდი, რომ ტელეფონი, ანუ smartphone-ი იქნებოდა მედიანი, რითიც მოხდება კომუნიკაცია საერთოდ ადამიანსა და ნებისმიერ კომპანიას თუ სერვისს თუ შეთავაზებას შორის რა და მაგის შემდეგ დავიწყეთ ამ თემაზე ფიქრი. პირველი იდეა იყო, როდესაც წამოვედი Liberty Bank-იდან 2017 წელს. Liberty-შიც CEO იყავი, ხო? Liberty-ში CEO ვიყავი ბოლო 2 წელი, იქამდე დიდად რისკებს მართავდი, Liberty-ში საკმაოდ დიდი ტრანსფორმაცია მოვახდინეთ. ლადო გურგენიძე იყო იმ დროს drive-ი მთავარი ამ ყველაფრის და ისე ცხოვრებაში მიმართლებდა, რომ ყოველთვის ყველა საქმეში რასაც ვაკეთებდი, ალბათ საუკეთესო მენტორები მყავდა, ვისგანაც მისწავლია ის, რასაც ვაკეთებ და საკმაოდ კარგად გამომდის რა. ანუ Liberty Bank-ზე ერთი-ორი სიტყვით რო ვთქვათ, ხო რა, მაშინაც გამოვირჩეოდით ტექნოლოგიური განვითარებით. ალბათ პირველი სტარტაპ ინკუბატორი ზუსტად Liberty-ის მათ შორის ერთ-ერთი ცნობილი WASP-ი, MyCoins-ი და ერთ-ერთი WASP-ი და PSP Liberty-დან მოდის, ხო? კი, ნამდვილად ხო რა და იმანი ხო, იმანი MyCoins. იმანით ვიცნობდით მაშინ მაგ დროს პირველად ხო რა, ანუ ციფრული აქტივის შესახებ, ანუ ბიტკოინის შესახებ 2010 იქნებოდა ალბათ რა, რომ გავიგე და რომ მქონდა მაგის საშუალება, რომ თქვათ სწორი ინვესტიცია გამეკეთებინა, მაგრამ ცალსახად ხო რა, გაიარა რა მაგ მატარებელმა. ხო რა, როგორც ყოველთვის ზოგიერთმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ხო რა, მაგ დროს არ მჯეროდა მაგისი ვერ ვხვდებოდი რა იყო და და რთულიც იყო რა, მოდი ესე ვთქვათ, მაშინ კრიპტოში შესვლა, სხვადასხვა რეგისტრაცია, ანუ ბევრი სირთულე ახლდა. მოხმარებისთვის მარტივი ნამდვილად. ნამდვილად არ იყო მარტივი და ალბათ ხო რა. აქვე ვიტყვი, რომ დღეს რაც ეხა ხან
ერთი თვია რაც Silk Bank-მა თავის ეკოსისტემაში შესთავაზა მომხმარებელს კრიპტო აქტივის გაყიდვის საშუალება, ეს მხოლოდ პირველი ფაზაა რეალურად ჩვენი კრიპტო მიმართულების განვითარების და ალბათ ხო რა, ეგეთი მარტივი რო ყოფილიყო მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ გავაკეთებდი მაგ ინვესტიციას თავის დროზე. და ეხლა მარტივია უკვე. მოდი სანამ Silk Bank-ის დღევანდელ ამბებზე გადავალთ, ანუ Liberty-ში შენ ამბობ, რომ მაშინაც ანუ დიდი ტრანსფორმაცია გააკეთეთ, ხო და ციფრული მიმართულებით ალბათ პირველები ვიყავით, ვინც ბანკომატიდან სესხის აღების საშუალება მივეცით, ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ორჯერ შევცვალეთ მობილური აპლიკაცია, ალტერნატიული არხები, you name it რა, ანუ მიკროავტობუსით დავიწყეთ ბენკინგი რეგიონებში და ნუ ესეთი სხვადასხვა თვითონ mobile bank-ით ნაკლებად ცნობილია, ხო? ეხლა ანუ Liberty-ის საქართველოს ბანკთან ალბათ იბისთან შედარებით, ანუ რომელიც რაღაც პრიზებსაც იღებენ, რაღაცა ამ mobile first approach-ით უფრო რეკლამაშიც გადიან და რაღაც უფრო მეტად აწვევიან, ესე რომ ვთქვათ, რომ რაღაცა ბანკი გაქვს ჯიბეში, ვიდრე რა Liberty აკეთებს თუ შეიძლება მე არ მაქსიმალურად ხო რა, მოდი ესე ვთქვათ, ეგ იყო 2017 წელს რა, ეხლა ბევრი წელი გავიდა რა, მაგის შემდეგ გონია, მაგრამ ბევრი წელი გავიდა. თუმცა მიუხედავად მაგისა, რა დღეს მე მგონი Liberty Bank-ის MAU 500-600.000 უტოლდება რა. ანუ ყოველთვიურად აქტიური აპლიკაციით, ხო, ყოველთვიური აქტიური იუზერების რაოდენობით. ნუ გასაგებია ახლა ჩვენი ქვეყნის საბანკო სექტორი როგორც არის მოწყობილი რა, ახლა ეგრეა რა, ესეთი ალბათ მეორე არსად რომ ვერი პოვირო ორ ბანკს 80%-ამდე უჭირავს ესა ბაზრის წილი რა. და ნუ რესურსები შესაბამისად მეტი აქვს და გასაგებია რომ ხო რა, პროფესიონალები მართავენ ამ ორ ორგანიზაციას, ორივე ლონდონ ლისტად არიან, FTSE 250-ში არიან და ხო რა. პროფესორად აკეთებენ მოკლედ გარდანოში. და ხო რა, 30%-იანი ROE აქვს რა, შესაბამისად ხო რა, ანუ სწორ ინვესტიციებს აკეთებენ და ნამდვილად წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები არიან რეგიონში რა, დღესდღეობით. და უკვე გადიან ქვეყნიდანაც და საკმაოდ კარგად აკეთებენ. კი. ხო და აი ამის ფონზე შენ და ამ მაშინ კიდე Silk Road Bank შორის რო იწყება ურთიერთობა რა, ანუ ამ შემთხვევაში Silk Road Bank-ი retail focus bank-ი მე მგონი არ არის, ხო? ანუ არ ყავს ალბათ დიდი რაოდენობა რაღაც ჩვეულებრივი მოხმარებლების ფილიალებიც ბევრი არ ქონდა, ეხაც არ ვიცი რამდენია აქვს. რაღაცა უფრო პატარა ბანკი არის, ხო? სიდიდით. რატო როგორ დაიწყო საერთოდ თქვენი ურთიერთობა? რეალურად ანუ მაგაზე ვსაუბრობდი რომ ხო რა 2018 წელს, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება მე და ჩემო პარტნიორებმა და გუნდმა რომ გვინდოდა ციფრული ბანკის საქართველოსდან გაშვება და გლობალურ მომხმარებელზე გასვლა რა, ეგ იყო პირველადი იდეა. ერთი წელი სადღაც დავხარჯეთ ეგრეთ წოდებული research and development-ზე, ანუ იმ მომენტში ჩვენი აზრი იყო რომ რეალურად აგრეგირება მოგვეხდინა ტექნოლოგიების და ეგეთი ჰქონდა რა მცდარი ესა ჰიპოთეზა რომ ხო რა ვიპოვიდით აგრეგირებას გავუკეთებთ და BM გავუშვებდით ბანკს შეკერე და ერთი პონტი ხო რა არ გამოვიდა რა ერთ წელიწადში დავწმუნდით თავი სან ფრანცისკოდან შენაიმდე მოვიარეთ ყველანაირი ვენდორი ვნახეთ დიდი პატარა სახელები რო დავასახელო ხო ყველაფერი ბწყინავდა ახლოს რომ მივდიოდით ყველაფერი ძველ ტექნოლოგიაზე იყო და ნუ რაღაც მომენტში დავწმუნდით რომ ჩვენით უნდა დაგვეწერა რა ეს ყველაფერი და ნუ ეგ იყო დრო როდესაც ჯერ არც open banking-ი იყო ჩვენ ქვეყანაში არც ციფრული ბანკის ცალკე ლიცენზიის ტიპი არსებობდა, თუმცა ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო, მუშაობდა უნდა მოსულიყო ჩვენამდეც, ხო, ეროვნულ ბანკთანაც ახლა მჭიდრო ურთიერთობა მქონდა ყოველთვის ყველა ეტაპზე ჩემი კარიერის და შესაბამისად ამ იდეებით ვეძებდით შესაბამის პარტნიორებს, ვისთანაც შეიძლებოდა ამის განხორციელება და ალბათ
Silk Road ჯგუფი, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს ჯგუფი ამ ქვეყნის, ალბათ იდეალური იყო ამ ყველაფრისთვის, რადგანაც პირველ რიგში, ანუ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტელკო ამ ჯგუფის ქვეშ არის სიგნეტი, ვის არ იცის? სიგნეტი, ხო, ჯეუსელი, ადრე ჯეუსელი და ეხლა ყველაფერი სიგნეტის ქვეშ და რადისონები და ბევრი სხვა და არსებობდა საბანკო ლიცენზია რა, რომელიც რეალურად აიდელ იყო დიდ ფუნქციონირებას. ეს ბანკი 2000 წლიდან, ანუ ლიცენზია და ბანკი 2000 წლიდან არსებობს, საკმაოდ დიდი ისტორია გააჩნია. საკმაოდ ძლიერი პროფესიონალებით იყო დაკომპლექტებული და ერთგული თანამშრომლებით, კოლეგებით. BTA იყო ერთ დროს, ერთ პერიოდში ეს ბანკიც, ანუ მისი ისტორია ეგრე განვითარდა და ხო რა, ანუ იმ პერიოდისთვის, როდესაც ჩვენ დავპარტნიორდით, ნუ ფაქტიურად ხო რა, ლიცენზია, ბასაბანკო ლიცენზია ეჭირა და 4000 მომხმარებელი ყავდა რა. ანუ საკმაოდ პატარა ბანკი იყო. ეგ იყო ხო რა, ანუ ეგ იყო 2022 წლის ბოლო რა. მოდი ესე რო ვთქვათ და ნამდვილად აღსანიშნავია ის, რომ აქციონერები ანუ ბევრ სხვადასხვა counterparty-სთან ქონდა რა ურთიერთობა საუბარი და ხო რა, ანუ რეალურად დასაფასებელია Silk Road ჯგუფის აქციონერების ხედვები და რწმენა ტექნოლოგიური განვითარების განსაკუთრებით გამოყოდი გიორგი რამიშვილს, ვისი დამსახურებაც არის, რომ ეს პროექტი დღეს არსებობს, ვითარდება და ვითარდება საკმაოდ საინტერესოდ რა. ანუ ყოველთვის ანუ პირველივე დღიდან იყო, რომ ანუ საქართველოში ჩვენ ეს უნდა გაგვეშვა, უნდა დარწმუნებულიყავით, რომ ეს მუშაობს, ეს ბიზნეს მოდელი და როდესაც ვიქნებით, უნდა გავიხედოთ ამ ქვეყნის და საზღვრებს გარეთ რა, იმიტომ რომ საზღვრები ტექნოლოგიაში ფაქტიურად is very blurred რა, ანუ არ მჯერა მე მაგისი და ხო რა, ეგ იყო პირველი ესეთი vision რო ხო რა, ანუ აღარ არსებობს რა საზღვრები ტექნოლოგიების განვითარებიდან გამომდინარე. და აი გიორგი რამიშვილს ალბათ რავი ფიჩავენ დღეში 10-ჯერ რაღაც ახალ ბიზნეს იდეა ვიღაცა მიდის ეს ვქნათ ის ვქნათ ასე ვქნათ ამ ბანკს ესე რაღაცა ნუ 1000 იდეით მიდიან ალბათ მაგაცთან და აი შენი აზრით რა იყო ის რომ დაარწმუნა რომ თქვენ სწორი გუნდი ხართ რომ აი ამ ბანკის ტრანსფორმაცია შეგეძლოთ. პირველ რიგში ის რომ თვითონ ჯეროდა ამისი რომ გაციფრულება არის სწორი გადაწყვეტილება აი ამ Silk Road ბანკის რა თქვა რომ აი აქ ამხელა მოთამაშეები არიან და ჩვენი ადგილი იქნება ბაზარზე ანუ რაღაც ეგეთი თემები იყო თუ ის საერთაშორისო რაც იყო და საქართველოს მაინც ტესტ გარემო გამოდის, იმიტომ ოკეი იყო თუ იყო მაგაზე. ნუ მოდი ესე ვთქვათ, ყველა ბიზნეს თავისი რისკები ახლავს და Silk Road ჯგუფით იმით გამოირჩევა, რომ შეუძლია რომ assessment-ი გააკეთოს რა, სწორედ თორე ხო რა, აი ამ ზომას და აი ამ მასშტაბს ვერ მიაღწევდა, ხო და შესაბამისად სწორი judgment-ი იყო მიღებული მომენტისთვის, არსებობდა სახეზე გამოცდილება ჩვენი გუნდის სახით, ვისაც ჰქონდა უკვე რეალურ პრაქტიკაში მიღწეული შედეგების, ხო, ანუ 100,000 ეს გავცემდით თვეში რა, ხა Liberty-ს დროს და ანუ და retail-ში ვიყავით სრულად, ხო, 1,600,000 მომხმარებელი ყავდა მაშინ რა. რა თქმა უნდა, ეგ რისკები არსებობდა და დღესაც არსებობს რა, ხა მარტივი არ არის რა, რეალურად ამ ბაზარზე რაიმეს კეთება რა, სიმართლე გითხრათ, მეც ანუ აი ესეთ
სწრაფ ზრდას არ ველოდებოდი და ხო რა გაცილებით უფრო ისეთი კონსერვატიული გათვლები ჰქონდა საქართველოს ბაზარზე 2 მილიონი მოხმარებელია რა მოდით რა ეხა დავწონოთ ხო რა ამ ქვეყანაში არის 2 million bankable population რა ეგ არის და ეგ რა მაგის იქით ვერაფერში ხო რა შესაბამისად ხო ერთი არის აქ და მეორე არის ხო რა არის ის არა რომ ბევრს ბანკის ანგარიში არ აქვს და მოდი ახლა ჩვენ ციფრული ეგეც სიტუაციას არა ეგეც მადლობა გიორგი ხო რა რო აღნიშნავ რეალურად ყველა ციფრული ბანკის წარმატებას რო შევხედოთ ხო რა იქ უნდა იყოს ორი კომპონენტი რა დიდი მოსახლეობა და მაღალი underbanked population რა ან მოსახლეობას რომელსაც ხო რა ანგარიში არ აქვს რა ბანკში რა კრიპტოშიც პრინციპში იგივეა ზუსტად კრიპტოშიც იგივეა და ნუ ხო რა ეხა კრიპტოშიც ლიდერები ვართ რა ვიყავით ყოველ შემთხვევაში და დღემდე ხო რა adoption-ი ჩვენთან საკმაოდ მაღალია რა ანუ საერთოდ ნებისმიერი ციფრული პროდუქტის adoption-ი ჩვენთან მაღალია და მოდი ეგეც ხო რა აღსანიშნავია რა ხო ეხა რავი გადახდებშიც ერთ-ერთი ლიდერი ვართ contactless ანუ per capita პრეტენზიული მომხმარებელი გამოდის დღის ბოლოს ქართველი ხო იმიტომ ისეთ კარგ პროდუქტებსაა უკვე შეჩვეული კარგი პროდუქტი თუ არის მუშაობს რა მოდი ესე ვთქვათ რა ჩვენ ქვეყანაში რა ანუ ნებისმიერი კარგი პროდუქტი ციფრულმა გაამართლა ხო ანუ თუნდაც რავი რა Bolt-ი, Volt-ი, Glovo adoption-ი აქვს რავი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სხვა ქვეყნებთან შედარებით კი ნუ ჩვენ ხასიათშიც არის ალბათ რა ცოტა ხა რა უფრო მარტივი ხო რა სიზარმაცეშია ეს ხასიათიც ხო სიზარმაცე მაგისი მე არ მჯერა ქართველი კაცი ზარმაცი იყო გავხადეს ზარმაცი რა საბჭოთა კავშირში გავხადეს ზარმაცი რა აშკარად რა იმიტომ რომ ხო რავი მთის ხალხი ვარ ბოლო-ბოლო რა ხო რავი მუშაობის გარეშე და ომის გარეშე აღარ რა მაგრამ ხო ნუ აი ეგრე გავხადეს მაგრამ მე მგონი ვაჩვენეთ რომ არაუშავს მეტი შეგვიძლია და შეგვიძლია და შევძლებთ ხო რა კიდე იცი რომ ინტერესებს რომ მიხვედით აი თქვა ეს მიიღო ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო რომ მოკლედ digital transformation და გაკეთდეს და იქ ბანკში ხო თანამშრომლები დახვდნენ რომელიც რაღაცა შეიძლება ესე ფიქრობენ შეიძლება არ ფიქრობენ ანუ რთული იყო ეს პროცესი ამ ადამიანების ინტეგრაცია ამ თქვენ ხედვაში თუ რაღაც მარტივად წავიდნენ თუ როგორც აღნიშნე პროფესიონალები დახვდნენ იქ და ანუ ეს რაღაცა ხელწამოსაკრავი ბანკი ხო ნამდვილად ეგრეა და ხო რა ეხლა რავი ჩემ პირადი პრაქტიკიდანაც ეხლა მქონდა ეგ გამოცდილება, როდესაც შედიხარ არსებულ ორგანიზაციაში და მისი ცვლილება გინდა და ახალ ხედვებზე და ახალ ლიანდაგებზე გინდა რომ გადაიყვანო, ცვლილება არ უყვარს საერთოდ ადამიანს რა, ეგეც არის რა, ანუ ამიტომ ეს ცვლილება შესაბამისად უნდა მიიტანო და რავი დღეს იმ გუნდიდან მინიმუმ 60% დღესაც არის იქ როგორც დირექტორების დონეზე, ისე თანამშრომლების დონეზე და მოხდა შერწყმა ამ იდეების და ხო რა ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილი იყო სწორი ხალხის მოძიება რა. ეხლა ჩვენ რეალურად ტექნოლოგიებით ჩვენი შევქმნით, ჩვენი დავწერეთ, ხო, ანუ 2022-ის ბოლოს დავიწყეთ მეთქი, ჩვენ რეალურად ხო რა, go live-ი გქონდა ზაფხულში 2024-ის რა. და სექტემბერში დავიწყეთ campaigning-ი რა და შესაბამისად ეს ხალხის მოძიების და რეკრუტმენტის პროცესი საკმაოდ რთული იყო. კონკურენციაც დიდი არის მაგ სფეროში პირველ რიგში. კონკურენციაც, თან კოვიდის დასრულება იყო, თან ტექნოლოგიებზე ბუმი იყო, ძალიან გაძვირებული იყო. ანუ მოდი გეტყვით რომ რაღაც 15 ქვეყნიდან ხალხი მუშაობს ჩვენს ორგანიზაციაში, რავი, ბრაზილიიდან დაწყებული და ტექ ტიპები არიან ძირითადად ეს ტექ პროდუქტ ხო რა როგორც ქართველები რა თქმა უნდა, მაგრამ ხო რა, ანუ აი ეგ გინდა რომ დაგანახო მასშტაბი რომ ხო რა ან ვერიპოვეთ შესაბამისი კადრები საქართველოში ან რაღაც ძვირი ღირდა ან კონკურენცია დიდი იყო და მოგიწიათ ეგეთი ის არის აუცილებლად ხო აუცილებელიც იყო და აუცილებელიც არის რა ანუ ეხლა ჩვენც რეალურად საბანკო გამოცდილების ხალხს ნაკლებად ვეძებდით რა პირიქით გვინდა და ეგ ყავდათ ისე და არასაბანკო გამოცდილება არასაბანკო თაობა
ზოგადად ხუმრობ ყოველთვის რა, ანუ ყოველთვის ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი ხოლმე რა. და ეხლა აღარ ვარ. ნებისმიერ კოლექტივში რა და ხო, ეხლა აღარა ვარ ხვდები რომ რაღაც ხუმრობებს ვერ ხვდებიან და მან ვატყობ რა და მან ტესტავ რომ აბა რომელი თაობის არის რა. მეც მახსენებენ ხოლმე რომ აღარ ხარ შენ ახალგაზრდა და შეიძლება ვერ გაიგო შენი ჰუმორი ის თვალს კიდე. მაგრამ მაინც ვცდილობ რომ ეს ახალგაზრდობა დავიჭირო რა და ხო რა მეგონი აღარ გამოგდის არ ვიცი. და ნუ პირველი არის ის რომ ხო რა ნუ empowering people რა ნუ მე მგონი არის მნიშვნელოვანი რომ მისცე რეალი თავისუფლება და ხო რა აცადო რომ ანუ შენც ეგეთი მენეჯერი ხარ რომ თავისუფლებას აძლევ და არ ხარ რაღაცა თან control freak-იც ვარ რა ხო თუმცა ეს არის რა ვცდილობ ნუ მაგას განვითარების ისა ფაზები აქვს რა მაგასაც რა და ანუ რაღაც მომენტში როდესაც კი იგრძნობ უნდა მისცე რა ჩემი აზრით თავისუფლება რომ ანუ ის რომ რაღაცა მაიკრომენეჯინგს არ აკეთებ რომ ყველა რაღაცა აი ბათენი აქ უნდა იყოს და აი აქ ეს ტექსტი ესეთი უნდა იყოს თუ ხარ ეგეთი რომ როგორ გითხრა დავიწყე ხო რა go live-ამდე ეგრე ვიყავი მოდი ესე გეტყვი go live-ამდე ხო ტესტერიც ვიყავი კოდერი არ ყოფილვარ რა ეხლა ხო რა სამწუხაროდ ხო რა თორე დიდი სიამოვნებით მაგასაც შენთო დაწერდი ბარემ ვისწავლიდი რა მაგასაც მაგრამ ხო go live-ამდე იმიტომ რომ მართლა სტრესული გარემო იყო და ნუ ამ პროექტის მანძილზე თუ ამაზე ვისაუბრებთ იყო მომენტები სადაც ხო რა ხო არ დავანებო თავი ამ იდეას თქო ხო მე ხა გიყვებით ხო 2017 ანუ ალბათ ერთი რაც მინდა რომ გაგიზიაროთ ხო რა ანუ კორპორატიულ როდესაც წამოვედი ლიბერთიდან ეგრევე გადავხდი ამ პროექტში რა ალბათ ცოტა ხანი უნდა გავჩერებულიყავი რა მაგაზე მეფიქრება ხოლმე რა მაგრამ ხო ნუ ეგრევე გადავხდი და ნუ აი ამ პერიოდში იყო რა სირთულეები რა და ხო ალბათ პირველი იყო 2024-ის დასაწყისი როდესაც უკვე ხო რა ბალანსი რო გამოჩნდა აპლიკაციაში დავრწმუნდი რომ რაღაცას აკეთებს we can do it რა okay we can do it რა ანუ ეს სოფტი თავიდან მომდე თქვენი დაწერილი არის რეალურად კი თავიდან ბოლომდე არის კომპონენტები რაღაცები აღებული ხო რა არის კომპონენტები რასაც ვიყენებთ პარტნიორების მაგრამ რასაც მომხმარებელი ხედავს ხო არა რასაც მომხმარებელი ხედავს სრულად ჩვენია და გზაში ანუ ბევრ პარტნიორსაც ვიყენებთ რა ანუ მინდა რომ ანუ ჩვენი იდეა ის არის რომ ვინც რაიმეს უკეთესად აკეთებს ჯობია ის აკეთებდეს ამას და ჩვენ მას ვიყენებდეთ ვიდრე ეს ფართოდ და განსაკუთრებით ჩვენ ქვეყანაში არის ეგ რომ მოდი მე გავაკეთებ ჩემით გავაკეთებ თუმცა მაგასაც აქვს რიზონი რა ეხლა რა ანუ მაგ მხარესაც ყოფილვარ და მოდით IT ვენდორებზე რომ ვისაუბროთ ვისთანაც არ ვითანამშრომლეთ, ნუ 90%-იანი failure rate გვაქვს რა, ანუ აი ყველასთან პრობლემა ვნახეთ რა, ძალიან აი თითზე ჩამოსათვლელი, თითზე კი არა და ხო ერთ თითზე ხო. საკმარისია რომ ჩამოთვალო ვისთანაც იყო ეს წარმატებული თანამშრომლობა და არა თვითონ აი ამ ეკოსისტემის ჩვენ ქვეყანაში განვითარება სჭირდება რა პარტნერშიპები რა ეხლა ჩვენ თანამშრომლობთ რავი Kips-თან Optio AI Cryptali ხო ანუ აი ის კომპანიები რომლებიც ხო რა სხვა სერვისებს გვაწვდიან და ვჯერა რომ ეგრე უნდა იყოს რა რომ შენოთ ეხლა თქვენ კრიპტოს ყიდულს მოხარები რაღაცა თქვენ თვითონ გაიაროთ ყველაფერი რაღაცა ჩააშენოთ ეს და ჯობია ყავდეთ ვიღაცა და ხო რა და ეგ ხელს უწყობს ყველაფერს რა ოღონდ რა მაგის იმჯერა მე და აუცილებელია რომ ეგრე კეთდებოდეს რა არა გითხრები საინტერესო არის და აი ხარ წარმოვიდგინოთ ან მოკლედ მიდის ამ სოფტზე მუშაობა მე უკვე ბალანსის გამოჩნდა და რაღაცა ეს go live-ი ახლოვდება რა და ანუ შენ იმაში რაღაც ჩართული რომ ეს გატესტო რაღაცა იქამდე მიხვიდეთ და მე უკვე live-ზე გადიხართ რა ანუ როგორი სიტუაცია იყო ოფისში აი რო აგვიხწერო რა რა მდგომარეობა რაღაც excitement-ი იყო თუ რაღაცა შიშები იყო თუ ორივე იყო თუ ნუ სტრესი იქნებოდა რაღაცა საოცარი სტრესი იყო რა რეალურად რა ყოველ შემთხვევაში ხო რა ჩემზე შემიძლია ვისაუბრო და CTO-ზე და CTO ქართველია ამ შემთხვევაში CTO ქართველია კი CTO ქართველია რეალურად
ორი CTO იღებს, იმიტომ რომ ხო რა, არის banking side, არის application side და ხო რა, ანუ ორივეს გაყოფილი აქვს. თავისი არეალი აქვს განვითარების და ფუნქციონირების ხო რა, ეგეც მინდა რომ აღნიშნო რომ ხო რა, ანუ ბანკში, ანუ IT თიმით საკმაოდ ძლიერი დაგვხვდა და აღსანიშნავია ეგა. ნამდვილად მოულოდნელი იყო, ანუ ბევრი CTO მინახავს ბანკის და ესეთი არ მინახავს, მაგალითად და ხო რა, ძალიან აქტიურად ერთად თანამშრომლობთ. ირაკლი ბენდელიანია, აქეთა მხარეს სანდრო ძნელაძეა აპლიკაციის და ფრონტენდის მხარეს და ესე ვანვითარებთ ამ პროდუქტს. ნუ გარემო რა თქმა უნდა სტრესული იყო რა, იმიტომ რომ ყველაფერი ინვესტორები, დაპირებები ანუ we need to go live რა, თან პერფექციონიზმი, თან უნდა გაუშვათ, აქეთ მარკეტინგული გეგმა, დიზაინი სრულად ჩვენ შევქმნით და აქაც რავი რა, მინდა რომ გიგაკობიძე იყო, ვინც UX UI მოამზადა, ასევე ქართველი, ოღონდ საქართველოში არ მოღვაწეობს თვითონ. ეგეც, ნუ აი ხა ვისაც გაუკეთებია პროდუქტი და თან ესეთი მულტიფუნქციური სუპერაპი ნოლიდან. ხო, რა თან კიდე ანუ ხო ის ქონდა რა პრობლემა, რომ რეალურად ანუ შედიხარ კონკურენციაში მოთამაშეებთან, რომელსაც 15 წელია ეს უკვე ნაკეთები აქვს. minimum viable products ვერ მიიტან რა, ანუ minimum ანუ ეგრევე ძახით უბრალოდ ხო რა, ჩვენი chief product innovation officer-ი და დავით ნინიძე ეძახის, ისა რა ქვია, gentleman package რა, ანუ you need to at least have that რა, minimum ეს უნდა იყოს რა, შესაბამისად ხო რა, ანუ რაც ამ ბანკებმა 20 წელია აშენეს, ჩვენ რაღაც წელიწად ნახევარში at least ეგ უნდა დაგვედო და კიდე plus something interesting for the customer რა. და ნუ მოდი ერთով სიტყვას მაგაზე ვიტყვი, რომ ჩვენი gentleman packages გარდა დანარჩენი სერვისები არის ყველა წყობილი მომხმარებლის პრობლემებზე რა. ანუ ხო და აი მოდი მაგას საინტერესო თემა არის რაღაცა სტანდარტი, რაზეც ვთანხმდებით, კი არა, მე და შენ სულ ვარ თვითონ საქართველოს თანხმდება, იმიტომ რომ ამ ბანკებში არის და ნუ ეხლა თან ხო იცი არა მაგათი PNL-ი, ზუსტად ისი ფულს რაში შოულობენ, როგორ შოულობენ, იმიტომ რომ ბირჟაზე არიან და მოკლედ ხედავ. და მოკლედ შეიძლება მეტნაკლებად განსაზღვრო, რომელი პროდუქტი როგორ მუშაობს, ხო? ანუ რავი, სტოკები რო აქვს საქართველოს ბანკს, იქ წერია რომ ყავს 20,000 მომხმარებელი რა, წლიურ რეპორტში და შეიძლება თქვა მომენტ მიღირს, არ მიღირს და შეიძლება თქვა რომ არ გიღებს. ანუ ეს არის რაღაცა სტანდარტი და მე აი როგორ მიხვედით იმ პროდუქტებზე, აი პრობლემებზე რო ვლაპარაკობ, რომ აი ესენი უნდა გქონდეს ჩვენ, იმიტომ რომ ეს არის რაღაც უნიკალური ნიშა და ჩვენ ეს უნდა დავიჭიროთ. market research რა. ხო. ანუ ამ პერიოდში ისა რა ქვია, რეალურად development-ს არამ დავიწყებდით, მანამდე ჩავატარეთ კვლევები რა, მოდი ესე ვთქვათ რა, ანუ აი ეხლა ტერმინები შეიძლება სწორედ ვერ დავასახელო, მაგრამ ხო რა, როგორც Google-ში და Amazon-ში product development-ის პროცესი იკეთება, ზუსტად აი ეგ ნაბიჯები გავიარეთ, იდენტიფიცირება გავუკეთეთ სეგმენტებს, ხო, ანუ აქ რა განსხვავებაა რა, ეხლა ყავს ორი დიდი მოთამაშე, რომელიც 80% ფლობს, they go blanket რა, ანუ they don't need to go niche, ანუ niche მიდგომა არ ჭირდებათ რა, მაგათ აღარ ჭირდებათ რა, მოდი ესე ვთქვათ. შესაბამისად, ნებისმიერ ახალი მოთამაშისთვის ადგილობრივ ბაზარზე ეს აუცილებელია და იყო რა, ანუ პირველი ვთქვათ პრობლემა იყო საკომისიოები რა, ანუ მაღალი საკომისიოები აშკარად გამოჩნდა კვლევებიდან, რომ პრობლემაა მომხმარებლებისთვის, რაღაცა კატეგორიის მომხმარებლებისთვის და სეგმენტ ეგ ბარათის გენერირებაში თუ გადარიცხვა თუ შენახვა ხო რა, ანუ ვთქვათ რატო არ
გაქვს თანხა, რატო მივიტანო ჩემი თანხა, რომელიც უნდა ეს რა ქვია, უბრალოდ შენახვაში გადავიხადო და აი ეგეთი წუხილები არსებობს რა, არსებობდა ერთ-ერთ სეგმენტში. შესაბამისად, ხო, რა ჩვენთან ტრანზაქციული ბანკინგი ფაქტიურად უფასოა რა, ან თავის ფასში რა. ანუ მანდ it's a sunk cost რა, მოდი ესე ვთქვათ, of doing business რა. ანუ if you wanna have gentleman's package გჭირდება რომ ეგ არსებობს და შესაბამისად ჩვენთან აი ეს ბანკიდან ბანკში გადარის სხვა რაც ლარი ღირს ჩვენთან უფასოა მაგალითად. ხო? ვითომ არაფერი, მაგრამ ვითომ არაფერი ხო რა, ვითომ არაფერი, ეს ვითომ არაფერი არის სადღაც თუ ცოტა ნორმალური იუზერი ხარ, ანუ დაუთუ ხარ, დღეში ერთხელ თუ ხსნი აპლიკაციას, მოდი ესე ვთქვათ, მინიმუმ 50-დან 100 ლარამდეა განსხვავება რა. რაც ბევრი არის როგორც ხო რა, რაღაც კატეგორია სეგმენტი მომხმარებლისთვის ეს მნიშვნელოვანი იყო რა. ასევე არის საკმაოდ დიდი სეგმენტი underbanked შეიძლება დავარქვათ, მაგრამ ეგ არის უბრალოდ თვითდასაქმებულები რა. ხალხი ვისაც ხო რა, შემოსავლების სამსახურში არ ერიცხებათ შემოსავალი რა. ეგ არის კეშით მოძრაობა. ან კეშ არ არის აუცილებელი, ჩარიცხვებიც აქვს, ოღონდ ხო რა, ხელფასად არიღებენ, ხელფასად არიღებენ, ხო რა, revenue service-ში არ მიდის ეს რა ქვია, ინფორმაცია. შესაბამისად, მათთვის თუნდაც მცირე სესხის აღება და ფინანსებთან წვდომა 3-დან 5 დღემდეა რა. ხო. თქვენთან ეგრევე. ჩვენთან არის ხო რა, ანუ 3 წუთიდან თუ ავტომატური სკორინგი გაიარა და ესეც ალტერნატიული სკორინგი შევქმნით, რომელიც ეროვნულმა ხო, მარტო ჩვენ ეროვნულმა ბანკმა დაამტკიცა და დაგვჭირდა ამაზე დიდი პერიოდი 12-დან 18 თვემდე, რომ ეს დაგვემტკიცებინა, მაგრამ ხო რა, მივიყვანეთ ბოლომდე, სხვა ალტერნატიულ დატაზეა აწყობილი და რა შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ხო რა, 3 წუთში მოვემსახუროთ, ან ავტომატურად თუ არ ხდება, უკავშირდებით და semi automatic რა, მოდი ესე დავარქვათ, ჩართულია ადამიანიც ამ პროცესში, მაგრამ ხო რა, 24 საათში რეალურად გადაწყვეტი მაქსიმუმ 24 საათში გადაწყვეტილებას იღებს მომხმარებელი რა. და ესე ფაქტიურად ყველა სეგმენტზე რაღაც კონკრეტული შოპერებზე და მერე ბარათი რა, რაც გავაკეთეთ, არის უნიკალური, მოდი ესე ვთქვათ, არსებობდა მსგავსი პროდუქტი, ტოპკარდი იყო. ეს ლაპარაკობდით თანამშრომლების შორის მერე ბარათს. ხო. ფოტოსები იყიდა ჩემო ერთმა თანამშრომელმა და მოგod ეხა მეოთხე ის უწევდა და დიდად არ უხარო და ხო, მაგრამ არა, ძალიან მაგარი მანდაც ისა აქვს რა, ანუ რა არის მისი უნიკალურობა, არის მოქნილობა რა, ანუ ლიმიტს იღებ და ეს ლიმიტი თუ პარტნიორებთან, რომელიც დღეს 200-ზე მეტი პარტნიორი გვყავს და 2000-ზე მეტი ობიექტი უკვე ჩვენს Excel-შია. ხო, მოდი მაგაზე უნდა კითხო, ანუ 200 პარტნიორი, როდის გავუშვით ბარათი? სექტემბერში 2024 წელს. ხო, ანუ რამოდენიმე თვის წინ ერთი წელი არ გასულა, ხო? ხო, ერთი წელი გადის, ეხლა დაბადების დღე აქვს სექტემბერში და რაღაც საინტერესო აქცია. 200 პარტნიორი ერთ წელიწადში, ანუ ეგეც მარტივი ამბავი არ არის, ხო? ეხლა მიდიხარ რაღაცა რავი რაღაც მაღაზიაში რავი თუ უნდა iPhone-ებს ყიდიან, ხო, რა ვიცი. და არ წმუნებ, რომ ეს პროდუქტი უნდა ჩააშენოს, ხო? როცა აქვს რავი საქართველოს ბანკი, TBC, რავი შეიძლება Liberty-ც აქვს და ეხლა კიდე შეიძლება კრიპტოც ქონდეს და შეიძლება კიდე ახალი რაღაცა უნდა ჩააშენო. აი მარტივი იყო ამ ამ კომპანიებისთვის, რომ ჩავერთვებით ამ ამბავში თუ მაგაშიც რაღაცა ბევრი დარწმუნება დაგჭირდათ. თუ თავი ხო არ ყავს მომხმარებელი, ხო? ხო, ნუ არის რა know-how ეხლა რა, მაგისი რეალურად თქვენი გამოცდილება დაგეხმარა მაგაში. ხო, ჩვენ გუნდის გამოცდილება რა, ჩემი პირადად არა, იმიტომ რომ ხო რა, ანუ მაგრამ გუნდის წევრების ვისაც ჰქონდა ეგ საქმე, ნაკეთები, ისინი გადმოიყვანეთ თქვენთან. და საკმაოდ წარმატებული ტრანსფერები გავაკეთეთ რა, მაგ რა, მოდი ესე რო თქვა რა. მაგრამ ანუ მიზეზი რატო არის რომ ოკეის შეიძლება გითხრა სიმარტივე. ისეთი მარტივია რომ სიმარტივე, ანუ არაფრის გაკეთება არ უწევს რა პარტნიორს.
ოკეი, ბარად სადებს მომხმარები და всё. ანუ არაფრის გაკეთება არ უწევს რა, ყველაფერი ჩვენთან ბექში არის. და მაგაზეს ნაფიქრი ქონდათ, რომ ესე გაგეკეთებინათ, რომ ეგეთი მარტივი კი, ხო, ნუ ამ პროდუქტის თავიდანვე ეგ ქონდა რა, თავში რეალურად და ხო რა, ანუ კლარნა რომ ავიღოთ მაგალითად ხო, BNPL-ი ყველაზე დიდი, მაგრამ ანუ it is quite complicated რა, ანუ ინტეგრაციის ნაწილი მისი არ არის რა, მარტივი რა. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ შოპებშია, ხო, ძირითადად? ხო, ონლაინ შოპებში უნდა ჩაშენდეს და ანუ მეორე მხარე გადაიხადე კლარნაც. მეორე მხარეს ტექნიკური და ოკეი, კლარნაა და კი, მზადხარო, დახარჯო ეგ დრო, მაგრამ ხო რა, სილკ ბანკი რომ მოდის, რომელსაც ჯერ ხო რა, თუმცა დღეს 200 აი რომ მოვდიოდი, აი და ამ ციფრს გავსდა 204,000 რაღაც არის რა, მომხმარებლების რაოდენობა რა. ხო, ვისაც აქვს ბარათი რა, ჩვენი. ციფრულიდან თუ ხო, ციფრული რა, ანუ მე საერთოდ პლასტიკის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ რა დღემდეც, რომ ანუ არ გჭირდება რა. აი ერთი აქ კლიპში მჭირდება ხოლმე რომ ამოვიდე და აქაც არ უნდა გჭირდებოდეს რა, რეალურად უნდა ეგეთი ინტეგრაცია იყოს, ეხლა ჩვენ ვაკეთებთ ცოტა გაგვიეწელა, მაგრამ ანუ ჩვენი ბანკომატი არ გვაქვს ეხლა დიდი ქსელი ბანკომატების და არც ვაპირებთ, ანუ მთელი ჩვენი იდეა თქვენ ხარ ციფრული ბანკი რეალურად. იდეა ღია ბანკინგზეა რა და ნამდვილად უნდა აუცილებლად ვახსენო ეროვნული ბანკი და მისი სენდბოქსი, მისი შეუპოვარი, ანუ შენ შეგაქვს რამე პროექტი, გინდა ახალი პროდუქტი გაუშვა და ეროვნული ბანკის ამ დაგიმტკიცებს, სენდბოქსში შეგაქვს, ანუ იტესტება რაღაცა გარემოში, თუ მე აკმაყოფილებს იმ რაღაცა მოთხოვნებს ეროვნული ბანკის, მე შეგიძლია პროდუქტი გაუშვა. კი, ეგეც და ღია ბანკინგის არსებობა ზოგადად. ფუშინგი, რომ დაინერგოს, ხო, ანუ რეალურად ახლა ღია ბანკინგის კანონმდებლობა უკვე მე-3 წელია თუ არ ვწდები არსებობს. ხო რა, ანუ ბანკის მხარეა ეგა და რეალურად გაეშვა წელს. ხო. KIPS-მა მოდი რა პირველი არის ვინც აიღო ლიცენზია, ხო? KIPS-მა არის პირველი ვინც დაიწყო გადახდების ფუნქციონალის გამოყენება, ჩვენ ვართ ვინც დავიწყეთ ესა KYC გაცვლის სერვისის გამოყენება რა. ანუ თქვენ იყენებთ სხვა ბანკების სერვისებს, ხო? ხო, სხვა ბანკების ქართულად KYC-ის. ხო, იცოდე ვინ არის შენი მოხმარებელი, ანუ როცა რეგისტრირების სადღაც და პირადობას რო ტვირთავთ ან სახეს რო ატრიალებთ, ეგ არის KYC. ოკეი, ანუ ხო, სახე რო არ ატრიალოს რა. ხო, რა, მარტივად რო სახე რო არ ატრიალოს რა, მოდი ესე ვთქვა, მაგრამ ან და ანუ ბევრი სხვა მიმართულება აქვს მაგას რა, იგივეა რომ ხო, კიდე აპირებს სხვა რაღაცების გამოყენებას open banking-ი, რის საშუალებასაც გაძლევს. ამ ეტაპზე რეალურად გადახდების ფუნქციონალის ჩვენც KIPS-ით დავიწყეთ გამოყენება, იმიტომ რომ KIPS-მა გააკეთა ეგ და საკმაოდ წარმატებულად და ალბათ მის სერვისებს განმოვითარებთ უფრო, ჩვენ რო ცალკე არ ვაკეთოთ ერთი და იგივე და ნუ ფიშერინგის პრინციპით. სხვა ანუ არის კიდევ პროექტები, როგორც ისა შაბლონების გაზიარების რა ძალიან მოსახერხებელია, იმიტომ რომ ხო რა, საერთოდ ძალიან რთულია ბანკის ცვლილება. ხო. მომხმარებლისთვის რა, ანუ ერთ-ერთი ბევრი რაღაცა გაკავებს ბანკში. ბევრი რაღაცა გაკავებს მიუხედავად ფასისა, სიძვირისა, რომ აი ეგ გაწყვეტილება მიიღო და ნელ-ნელა გადახვიდე და შესაბამისად ხო რა, ძალიან რაღაც საინტერესო უნდა შესთავაზო, რომ ეგ გაწყვეტილება მიაღებინო რა მომხმარებელს რა. კი, ნამდვილად. და ნუ ფაქტია, რომ ჩვენ რაღაცა გვაქვს ნაპოვნი და ანუ აი ეს გზა რაც აგიღწერე გიორგი, რომ პრობლემიდან პროდუქტამდე მივედით, კომუნიკაციაც ეგეთი გვაქვს მომხმარებელთან. აი კომუნიკაციაზე მინდოდა, ეხლა ლაპარაკი ხო, ანუ დავიწყეთ პრობლემით, შექმნით შესაბამისი პროდუქტი და ეხლა უნდა გავაგებინოთ, ხო, ხალხს ესე თვითონ არავინ არ იგებს, რომ უცბად რაღაცა მოხდა სიკბანკში. კომუნიკაციას, ნუ ვინაიდან ციფრულები ხარ, ძირითადად ციფრული არხებით იყენებთ, აი გაქვთ მანდაც რაღაცა საიდუმლო თუ შეიძლება ესე ითქვას, რომ აი ამ ანუ ყველა ხო სტანდარტი არის, რომ რაღაც სოციალ-მედიაში გააკეთე რეკლამა რა და თქვენ ეგრე მუშაობთ თუ რაღაცეები ნახეთ, რომ აი ნიშური თემები
სისტემები, რომელსაც მარტო თქვენ იყენებთ და რავი, სხვა რა, მაგათაც რავი, ეს პოდკასტი ხო რა დღის ბოლოს რას ემსახურება ხო, რომ ისა კრიპტოს პოპულარიზაციას და მათ შორის რა თქმა უნდა ბიტნეტისაც და გონია რომ კაი ნიშა გვაქვს ნაპოვნი და იმიტომ ვაწვევით ამ ყველაფერს და თქვენ შემთხვევაშიც არის ეგეთი რამე? ხო, რავი, რა ერთდაერად გვაქვს ნაპოვნი რა. ეგ ნიშა და ნუ რავი, მე მახსოვს შენ ქონდა ეს რა ქვია ინფლუენსერებთან დაკავშირებით შენი პროექტი, ვენჩერი, ხო რა და აშკარა ძალიან შეცვლილია რა გარემო რა ეხლა მე 2017-ის ბოლოს მოვდიოდი ლიბერთიდან მაშინაც ვუყურებდი მარკეტინგს ანუ და ვაკეთებდი და ხო რა დღეს სხვა თამაშია რა სხვა თამაშია ყველანაირად სხვა ხალხი გჭირდება ამას ეხლა ჩვენთან in-house-ი არის თქვენთან გუნდი თუ სააგენტოს in-house marketing-ი in-house სააგენტოს საერთოდ არა ნუ აი პირველი მერეს კამპანია რეალურად სააგენტოსთან ერთად დაიგეგმა და ნუ ხო რა მაგის შემდეგ ყველაფერი შიგნით გვაქვს და საკმაოდ თავი ციფრები თავისაზე საუბრობს რომ ესე იგი კარგად აკეთებს რა ბექა გოშაძე მართავს ჩვენს მარკეტინგის გუნდს და საკმაოდ ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბა ნოლიდან რაღაც 10 თანამშრომლამდეა ალბათ დღეს და ხო რა ნუ ისევ შეზღუდული რესურსებით ვართ რა მიუხედავად ამისა მაგრამ ხო რა დავიწყეთ ტრადიციულად სატელევიზიო რეკლამით და ხო რა ანუ დავინახეთ რომ ხო რავი დიდი არაფერი ნუ ოკეი you need for the visibility ეს ყველაფრის კომბინაცია ერთად მუშაობს რა მაგრამ ხო რა ფაქტია იზომება იგ აყოს დიდი პრობლემაა ხო და თითქოს ხო ოღონდ მაგათ რო კითხო ძალიან მარტივად იზომება რა ჟარგონად ტელევიზიონში გებს მონდი დავარხე რა და კი ეგერის მაგათ ძალიან კარგად დღემდე დაგიმტკიცებენ რომ ხო რა ეგ რავი ბოლოს ტელევიზორს მე რავი არ ვუყურებ რა ნუ ხო ალბათ სხვადასხვა მიზეზების გამო აღარ ვუყურებთ ალბათ რა მაგრამ ანუ ის არის რა მე მგონი წასული ის არის რა მედია და ხო რა პოდკასტები ფოლოვერები ანუ აი ეგ არის მისი სტორი გამოყენება და ნუ რავი რა კომუნიკაციას გააქვთ აქტიურად რაღაც აი კომიუნიტები გააქვთ აი მაგალითად ნუ აი კრიპტოში ძალიან პოპულარული ხოლმე დისკორდში არის ხოლმე რაღაცა ჩენელი სადაც ამ ჩენელს შეგვიძლია ნებისმიერ რაღაცა იკითხო რა პროდუქტზე კრიპტოზე რაღაცა ეხა ბანკების შემთხვევაში არ ვიცი არ მინახავს სიმართლე ვიკითხა და არ ვიცი არის თუ არა ეგეთი არ არის ხო მანდაც ანუ ან პროდუქტულად უნდა მიუდგე რა ჩემი აზრით ეხა აი მაგალითად ერთ-ერთი ნიშ სეგმენტი ასევე რა, რასაც ტესტავთ და მუშაობთ, არის გეიმერები რა. ოღონდ გეიმერებზე მაქვს საუბარი და არა გემბლერები, ხო რა. ანუ Twitch-ზე და რაღაცებზე რო თამაშობთ. ხო რა, ანუ ეგ play bar-ი გავაკეთეთ გეიმერებისთვის. რა არის საინტერესოა ძალიან. ხო რა, ეგ გავუშვით ასევე რამოდენიმე თვეა რა, რაც ჩაუშვით ეგ პროდუქტი, ეგ არის რეალურად 5%-იანი cashback-ია ყველა gaming პლატფორმაზე რა. ანუ Steam-ზე რო ვიყიდო თამაში 5% სკინებზე, ანუ რავი რა, სკინი რაღაცა. Anything, ხო რა და ნუ რაიმე თუ გამორჩენილი გვაქვს ვამატებთ რა. რეალურად და ხო რა, ანუ ხა მანუ და growing market არის ხო, ეხა გეიმერები, სპორტი არა რეალურად რა, ეხა სამწუხაროდ ხო რა, ანუ ეგ ის სამწუხაროდ რატო კაცო? არა, სამწუხაროდ არ ესმით ეგ რო სპორტია რა, ჩვენთან რა, ხო ხტები მშობელი უგზალავს ბავშვს რო ითამაშოს და ანუ it's a real sport რა, ანუ the people make millions in that. ჩემი ძმა მუშაობს სხვადასხვა მაგ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია არის, რომელიც ტურნირებს აკეთებს Counter-Strike-ში რაღაცა Dota რაღაცა და მე ამ უფლებებს ყიდის სხვა ქვეყნებში რომ ლაივში აჩვენონ და რაღაცა. უდიდესი ის არის და კომპანია საუდი არაბეთის ფონდმა იყიდა, მე ის კომპანია სადაც ახლა მუშაობს რა. აი საუდი არაბეთი რო ხდება რომ გეიმინგი თემა არის და ჩვენთან. არა, ხდება კი არა საუდის არაბეთში it's a big thing. ძალიან დიდია რა და ძალიან დიდი ინვესტიციებს აკეთებენ და ჩემ არა მეც ხო საიდან ანუ დავიწყე მაღაზია დავიწყეთ მაღაზია ფიქრი
საუბარი ჯგუფის მხრიდანაც მან როგორ მიხვედით აი რომ აი გეიმერები არის სეგმენტი რომელსაც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. ეხლა ეს ნამდვილად ანუ სტანდარტულ სეგმენტაციაში არ ჯდება რა. რავი, იქ ალბათ დაიწყებდნენ რომ რავი 60-დან 80 წლამდე ეს უნდა შევთავაზო რაღაცა. აი გეიმერებამდე ხო, იმიტომ რომ ისა რა, მოდი ესე ვთქვათ თავი კრედიტი რომ მივცეთ ხო რა, ანუ ერთ-ერთი აქციონერის იდეა იყო ეგა, Lexos იდეა იყო, თოფურიასი და ანუ დავიწყეთ მაგაში დეტალებში შესვლა და ხო დიდი ბაზარი რო იყო და ანუ it's a growing market. Okay რა, ეგ ტრენდებით რავი სიახლეებს თუ კითხულობს ადამიანი რავი რა. იცი რომ დიდი ბაზარი უნდა იცოდე რა, რომ ეს იზრდება და ხო რა, ხა. მაგრამ დაკავშირება რთული. ხო, და ანუ დაკავშირებაზე მე დავიწყეთ რა უკვე ჩაძიება, შეიძლება Visa, Mastercard ვისთან ამ კონკრეტული პროექტი Visa-სთან ერთად გავაკეთეთ, ეს ბარათი, ციფრული ბარათია. ეს რა ქვია რეალურად ნებისმიერ მშობელ ბავშვისთვისაც რო აიღოს it's beneficial რა. და ჩემი შვილი ხო რა, აი მაგ ბარათზეა, ხო Apple Wallet-ზე დამატებული აქვს და თან მე ვუყურებ რას ხარჯავს, როგორ ხარჯავს და კიდე cashback-ებს ვიღებ რა. 5%-იანს რა. ანუ it's ხო რა, დეტალურად ყველაფერი გვაქვს საიტზე და ნუ აი gaming სეგმენტებში შევედით, Discord-ი, ანუ აი Discord-ს მოვაყოლე ხა რა, რომ აი მანდ უფრო აი ეს community sense-ი აშკარად არის და ვცდილობთ რომ მან ჩამოვაყალიბოთ აი ეგ ურთიერთობა მომხმარებლებთან რა. თუმცა ხო რა საქართველოში მაინც ის არის რა, ანუ it's low ანუ აი ეხა იწყება რა, მოდი ესე ვთქვათ ეგ მიმართულება და ნუ ხა ჩვენი ესეთი და ჯგუფისაც იდეაა რომ საქართველოს იყოს წარმოდგენილი რა მსოფლიო ჩემპიონატებზე რა. ოკეი, როგორც ხო რა. მაგაშიც გინდათ რომ შეხვიდეთ. ხო რა, ანუ მაგამდე გვინდა რომ მივიდეთ რა, ანუ ვიჟენი მაგ პროდუქტის რეალურად მაგამდე მისვლა არის რა. ძალიან მაგარია და ძალიან საინტერესოა. რაც კითხვა მინდოდა მე გვინდა მოვიწყდა. კაი. ხო, გამახსენდება იმედია. ხო და ანუ ეს ნიშები გაქვთ და ყველა ნიშაზე ცალსაკე მუშაობთ და ეს ვქნის რაღაცა ხო გამახსენდა ხარ ის კითხვა მინდოდა. ანუ ვიზასთან რომ მიდიხარ რა, ეხლა არ ვიცი ბერუსის ვიზა არის უდიდესი კომპანია ხო რა, ერთ-ერთი ლიდერი სოფლიოში ვიზასთან Mastercard-იც ხო. რომ მიდიხარ და ესეთ პროდუქტზე რო უწყებ ლაპარაკს რა და ხარ ამ შემთხვევაში Sigbank-ი, ანუ იქაც არის მზაობა რომ გამოყვნენ ხო და თქვენ ოკეი კაი თემაა და გავაკეთოთ და ანუ იმ ნაწილი რაც არის რომ ეს ახლა თქვენ ხო Steam-ს ცალკე არ ელაპარაკებით თუ ხო ეს ვიზას არც ვიზა ხო რა ანუ რო ეს 5% cashback-ი და გეიმერებისთვის ეს პროდუქტი შექმნას ვიზა მოყვება მარტივად ეგეთ ამბობს. მარტივად რა ხო ანუ რეალურად it's part of their business to expand the number of cards, ხო? ანუ მოდი ესე შევხედოთ პირველ რიგში დასაბუთებით, ლოგიკით და ხო რა, საკმაოდ ძლიერი გუნდი ყავს დიანას და ხო რა, თვითონაც კარგად ვითარდება და მე ვთვლი რომ წარმატებული кейსია ასევე ჩვენი ქვეყნისთვის. და ეგრე მივედით ამ იდეით მაშინ ვიწყებდით ჯერ კიდე ციფრული არხებით ახალი მქონდა გაშვებული, თუმცა წამოყვა ხო რა, წამოყვა, იმიტომ რომ ხო რა გეიმინგი თემაა რა. ხო. თემაა და მაგაზე წამოყვა და ამ Steam-თან და ესე ცალ-ცალკე ვერ მიხვალ რა, ეხლა პატარები ვარ. უბრალოდ მათი ხო რა, ანუ ტექნოლოგიით ვიცით რომ აქედან მოდის შესყიდვა შესაბამისად ხო რა, შეგვიძლია რომ დავარიცხოთ ფულები რა. ლოიალობაც საუკეთესო გვაქვს ჩემი აზრით, ანუ 1%-ია ნებისმიერ cashback-ზე რა. 1%-ია ნებისმიერ ტერმინალზე საქართველოში უცხოეთში გადახდაზე 1% უბრუნდება და ალბათ რომ გადათვალო რაღაცა ქულები რო გერიცხება სხვა ბანკებში რამ პროცენტი გამოგდის ხო ნაკლები გამოგდის ანუ არის რაღაც შეგიძლია რომ ხო რა რაღაც კომბინაციებს გადლებენ როგორც ყოველთვის რა ჩვენები მაგრამ ხო რა 1%-ია 1% რა ხო რა 1%-ია ყველგან ყოველთვის და ქულებით გერიცხება მაგრამ ეს ქულები შეგიძლია ეგრევე დააკონვერტირო ლარში დააკონვერტირო მანდაც გვაქვს იდეები ისე რავი რა ბლოკჩეინზეც ხوار ლოიალობა
კრიპტოთი რო დავაბრუნოთ, მაგრამ ხო რა, ანუ გვაქვს იდეები, რავი, კრიპტოთან დაკავშირებით. ხო, სანამ კრიპტოზე გადავიდეთ, ერთ კითხვას აგისვამე, მე როგორ კრიპტოზე გადავიდეთ. იცი რა მეტეს, ანუ Silk Road ჯგუფი, ხო? არის საკმაოდ დიდი ჯგუფი და ბევრ რაღაცისგან შედგება. მანდ გააქვთ აი ეს რაღაცა გადაკვეთები და მუშაობს სხვა კომპანიებთან ერთადაც, რომ ეს პროდუქტის ინტეგრაციაც მოხდეს სხვა კუთხით თუ კი, და Silk-net-თან დამჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. მათ სესხის აღების შესაძლებლობაც არის, ხო? კი, ანუ ჩემი აზრით პირველი embedded finance, რასაც ქვია ნათელი მაგალითია მაგისი, როდესაც სხვა სივრცეში შეგიძლია ფაქტიურად მთლიანი flow გაიაროს სესხის და MySilk-net-ში გვაქვს შაშენებული ეს შეთავაზება და იქედანვე გაიგო შენი ლიმიტი რამდენი და თუ ხარ დაინტერესებული შემდეგ ხო რა გადმოდიხარ ჩვენ აპლიკაციაში და იღებ ჩვენი scoring მოდელიც telco data-ზეა ალტერნატიული დაყრდნობილი და თუ იხდი სტაბილურად რაღაც პაკეტი თუ მოქვს ხო რა ბევრი კომპონენტისგან შედგება მაგრამ ხო რა პრინციპი ეგ არის გიორგი ხო რა თქმა უნდა გადახდები ინტერნეტის გამოყენებას ახლის ისა რო ქვია ფიქსირებული თუ ტელევიზია, ანუ ეს ყველა data point-ი იღებს მონაწილეობას რა ამაში რა. და ხო რა ჯგუფის სინერგია, ანუ თავიდან მაგით დავიწყე რომ ხო რა თუ ვინმეს ეს ამ ქვეყანაში შეიძლება რომ გაეკეთებინა, ნამდვილად Silk Road ჯგუფი იყო ერთ-ერთი პირველი რა, იმიტომ რომ ხო რა ყველა კომპონენტი არსებობდა ამისთვის რა, ანუ telco, კლიენტთა რაოდენობა, საბანკო ლიცენზია, რომელიც მართლა უნიკალურია რა, ახლა ჩვენ ქვეყანაში როგორიც არის რა, სადაც შეგიძლია ბენკინგი, სრული შეგიძლია ბროკერიჯი, შეგიძლია კრიპტო, ანუ WASP-ის ლიცენზია ყველაფერი შედის რა, ამ ქართულ ლიცენზიაში და ახლა პირდაპირები რო ვიყოთ ხო რა, ჩვენ ვართ ერთ-ერთი ციფრული ბანკი ამ ეტაპზე ქვეყანაში. არიან Hashbank-იც, Paysera, Paybank-ი, თუმცა ხო რა, ისინი არიან პირველ ეტაპზე ჯერ სრული ლიცენზია გავლილი არ აქვს რა. და პროდუქციის ხშირ შემთხვევაში არც აქვს გაშვებული. Hashbank-ს მეგონი ჯერ არ აქვს და Paybank-ი არც აპირებს ამერას უკვირდები. Paybank-ი უფრო ხო B2B მოთამაშეა და ხო რა B2B მიმართულებით მე მგონი უკვე ფუნქციონირებს, ხო და დაანჩენებიც კარგია რა ეგ რომ ანუ და სურვილიც ბევრს აქვს ციფრობათიდან ამ ლიცენზირების პროცესის გავლის და მარტივი არის შედარებით, ხო? ჩვენთან ხო, ანუ თვითონ მოთხოვნები კაპიტალის ახლა იმხელა არ არის, როგორც ალბათ რა ვიცი, ნუ ევროკავშირში ალბათ რა ვიცი, საოცრებები ხდება, არ ვიცი. ხო, ევროკავშირში სხვათა შორის არც ისე, ანუ არის რა რაღაცა იქ EMI-ების და EMI-ები შეგიძლია და ხო რა, ანუ მაგას ვადგავართ ჩვენც. ოკეი. Danke. მოდი ახლა კრიპტოსთან დაკავშირებით გითხავთ, ან თქვენ ხართ პირველი ბანკი საქართველოში, რომელიც პირდაპირ ყიდის კრიპტოს, ხო? ახლა ნუ კი საქართველოს ბანკში ან რაღაცა შემილია აქციები ვიყიდო, ან ETF-ი ვიყიდო ბიტკოინის, მაგრამ თქვენთან შემილია უკვე ვიყიდო პირდაპირ ბიტკოინი, ეთერიუმი და სოლანა თუ ვოცდები, ხო? და XRP მე მგონი. მე მგონი XRP-ს გაქვთ. აბა ნახოთ რა ხუთი შეიძლება იყოს. სანდრო გამიბრასდება რომ დამავიწყდა ხა. ხო, არა, ეს არის კი, კარგად გახსოვს ეგ ვალუტებია ამ ეტაპზე რა. ეხლა ვამატებთ 20-მდე ვალუტას დავამატებთ, ნუ მანდ რა არის, რა პირველი არის სიმარტივე აი ამ აქტივში შესვლის, ხო რა, ეთერიუმი, სოლანა, BNB, XRP რა. ეგ ხუთი ვალუტა გვაქვს ეხლა რა. ეთერიუმის ჩასვლით რა, ანუ მარტივად შედიხარ one click რა, one click ბალანსიდან ვიყიდი. იყიდი, გაყიდი რა, ჩვენ ვართ კასტოდიანები, ჩვენთან ინახება რეალურად და ჩემი აზრით, ღრმა აზრით ეს ანუ არიან heavy user-ები ხო, ეხა კრიპტოსი და ჩვენ ქვეყანაში საკმაოდ ბევრია. თქვენც იცით, თქვენ პლატფორმაზე ეხა ვსაუბრობდით, რომ 100,000 მომხმარებელია უკვე. და ანუ
იმათმა უკვე გაიარეს ეს გზა და იციან რა, ანუ თქვათ, ხო, ბლოკჩეინს იციან, გატანა ბლოკჩეინს იციან, Binance-ზეც გახსნილი აქვთ, ხო, მაგრამ ხო, რა მიუხედავად ამ ყველაფერისა მე მაგალითად არცად არ მქონდა რა გახსნილი და ხო, რა პირველი ინვესტიცია ჩვენი Silk აპლიკაციიდან გავაკეთე Bitcoin, ესა კრიპტო აქტივებში რა. და ნუ ბანკთან ამის არსებობა მე მგონი სანდოობასაც მატებს და ხო რა ჩემი აზრით ეს ჩემი პირადი აზრია და არანაირად არავინ არ უნდა მიიღოს როგორც საინვესტიციო ხო ფინანსური რჩევა არ არის რჩევა ხო რა ფინანსური რჩევა არ არის მაგრამ პირადად მჯერა მე კრიპტო აქტივის ანუ 4 ტრილიონზეა ხო უკვე market cap-ი რა ანუ 4 ტრილიონზეა 1 მილიარდ ადამიანს უკვე შეხება აქვს მსოფლიოს მასშტაბით და ხო რა ანუ არაფრით არ განსხვავდება ოქროსგან ანუ როგორც asset class რა ის უკვე ჩამოყალიბდა აქვს მოთხოვნა მიწოდება ხო რავი რა ერთ დღეს შეიძლება ლიკვიდური არის ხო ლიკვიდურზე ლიკვიდურია 24/7-ზე ხო რა კიდე ერთი განსხვავება ჩვენსა და ETF-ები ვისაც შეუძლია რომ იყიდოს ჩვენთან 24/7-ზე შეუძლია გაყიდოს რა იქ სამწუხაროდ იკეტება ბირჟა რა რაღაც დროს და ვეღარ იყიდის ვეღარ გაყიდის რა ძალიან კაი პირველი ნაბიჯია მოკლედ კრიპტოსში ინვესტირება რო გინდა გააკეთო ხო ანუ ეგ იყო მთავარი იდეა რომ პირველი ნაბიჯი გავაკეთებინოთ მოხარებას ვისაც სურვილი აქვს ამ ეტაპზე ხო პირველი ნაბიჯი გავაკეთებინოთ კომფორტული იყოს მან მიიღოს ეს გადაწყვეტილება თავისით ხო რა ანუ მაგაზე ვსაუბრობდი რომ ხო რა რჩევა არ არის მაგრამ ხო რა ანუ ეს რაღაცა ანუ saving account-ზე შენახვას და ყულაბაში შენახვას ჯობია რომ შეინახო და ანუ მე პირადად ანუ პირადი შეხედულება ეს ვაჭრობა სულ სხვა საქმეა და ვაჭრობა სჭირდება ანუ ძალიან ესეთი დეტალური და ყოველდღიური არ არსებობს მომგებიანი ტრეიდერი მე ამჯერა რაღაც ეგეთ ადამიანებს ანუ დროებითია ყველაფერი მაგის საშინელება არის და დროებითია მოიგებენ ფერარის იყიდიან მერე გაყიდიან დაალომბარდებენ მაგ პროდუქტიც გვაქვს არ არის ხავთ ფერარი დაალომბარდებული თუ ჩვენთან არა მაგრამ მინახავს რა ლიბერტის დროს მინახავს საათებით და ყველაფერი. ეგეთი რაღაცეებიც მინახავს, ხო რა. ჩვენ ქვეყანაში განსაკუთრებით, მაგრამ ანუ ხო რა, ანუ ეს უნდა ხო რა, იყიდო, დადო და ხო რა. ძევადიანად შენა. ანუ ექნება რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერ აქტივს რყევები, მაგრამ გრძელვადიანად ხო რა, ანუ პრინციპიდან გამომდინარე, მისი ღირებულება უნდა იზრდებოდეს რა. და პირველ რიგში ეს ბიტკოინზე ვრცელდება სავარაუდოდ. პირველ რიგში ბიტკოინზე ვრცელდება. ანუ ეგ დაშვებას მოდი ვთქვათ, რომ შეიძლება ერთ დღეს ხო რა გავიღვიძოთ და ნოლი. არა, ხო რა, არის რა, ეხა ეგ. ბათ მე მჯერა რომ ის აქ დიდი ხნითაა რა. ანუ და ეს არის პირველი ნაბიჯი გიორგი რა, ჩვენი კრიპტოსთან ურთიერთობის რა, ანუ აუცილებლად მეორე ფაზაზე რა მივალთ შენთან მოვალ და გეტყვი არ არის პრობლემა მაგრამ ხო რა ანუ wallet-ამდე აუცილებლად უნდა მივიდეთ და უნდა გავხადოთ ეს გლობალური მომხმარებლის პროდუქტი რა ანუ Fiat Crypto Bridge for global customers ხო რა ანუ კი რა და ეხა ფეტიშია შეიძლება რაღაცა ეს კრიპტო ბარათით გადახდა რა მაგრამ ანუ რეალურად თუ ერთ გარემოშია და ყისიერად შეგიძლია გადაახურდაო და აი სვაშენ ბარათზე და გადაიხადო ხო რა it's 2-3 clicks from ხო მან ბევრი კომპანია არის ვინც ამას უკვე აკეთებს ხო ეხა სიახლე არ არის ეხა ეგეთი და საქართველოშია სიახლე თორე ეს გლობალურად ხო რა საქართველოში რავი ეხა დღეს ისა იმანის რა ქვია დღეს იმანი ვისა MyCoins ხო რა MyCoins ხო დღეს უკვე აქვს ბარათი არ აქვს ჯერ კი მე მგონი აქვს ხო მე მგონი შეიძლება ეხა უშვები მაგრამ მე არ გამოშობილი არა რამოდენიმე ერთი თვის წინ თუ რაღაცა კი იმ დღეს რაღაც იმაზე ვიყავით კონფერენციაზე გამოვდიოდით პანელზე ეროვნულ ბანკში და გიორგი იყო მათი მხრიდან და
და სესხსაც გასცემენ კრიპტოს უზრუნველყოფით და so yeah, this is the first phase. კი, და ხდება ნენად. ანუ სესხი კრიპტოთი თქვენსაც საინტერესო პროდუქტია. ნუ რავი, ჯერჯერობით ხო რა, ჯერჯერობით არ გვაქვს გეგმები, თუმცა ხო რა, ანუ როგორც ნებისმიერი აქტივი, ანუ მისი სწორი გამოყენები, ანუ სწორედ კეთების შემთხვევაში გაკეთებადია რა, უბრალოდ სამწუხაროდ ცუდი მაგალითები არის worldwide და ხო რა, ეს grid ყოველთვის ხო რა სახელს უფუჭებს მოდი ესე ვთქვათ ინდუსტრიას რა მაგრამ მე მგონი მაგასაც გავცით უკვე ხა ტრამპის ქვეშ რაღაცა გავცით კი კარგი მოდი ეხლა იცი რა მაინტერესებს რა არის შემდეგი საქართველოში თქვენთვის ანუ შეგიძლიათ ანუ შეიძლება რომ ამ პირველ ვერსიას რაღაცა 1.0 დავარქვათ ეხლა გავა რაღაცა 1 წელი და მე ანუ რაღაცები ისწავლეთ რა თქმა უნდა იქ ბევრი დატა შეაგროვეთ მოხმარებაზე რა როგორ ხდება რაღაცა გზაშიც გაუმჯობესებთ აპირებთ ეხლა რა მიმართულებით მიდიხართ ანუ კიდე ახალი პროდუქტების დაშენება თუ რაღაცა ამის აპდეიტის გაკეთება რაც გაქვთ და როდის გადიხართ გლობალურზე თუ ჩანს ეგ უკვე კი ნუ პირველი რაც ასევე მინდა რომ გაგიზიაროთ რა თქმა უნდა ახალი პროდუქტია ხო ან 12 თვეც კი არ არის რაც go live არის შესაბამისად it has bugs რა ის ბაგში ვისაც ხო რა ვისაც რაიმე უკეთებია იცის რას გულისხმობ რა და ყოველთვის ვთილობთ რომ გავუმჯობესდეთ მომხმარებლების კმაყოფილება არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ანუ თუ არ შეგვიძლია დახმარება უნდა ვეუბნეოდეთ რომ არ შეგვიძლია დახმარება ანუ ეს არის ოღონდ უნდა ამას ვეუბნეოდეთ რეალურად და რაღაცა სხვა დეპარტამენტში დარეკეთ ანუ რაც ხდება წერილი მოგწერეთ და ხვალ გიპასუხებთ აი ეს ძალიან მე პირადად მაღიზიანებს რომ ხო რა მომხმარებელს ისე უნდა მოვექცეთ როგორც საკუთარ თავს გვინდა რომ ხო რა რაც არის რა წამსის ნაწილიც რა ხო უნდა გავითავისოთ რა ეგ რომ მნიშვნელოვანია და პირველი ანუ ნაბიჯები რა არის რა გვინდა რომ საქართველოში sustainable გავხადოთ მიუხედავად ამ პატარა ზომის ბაზრისა ანუ სადღაც ეს არის 300-დან 350,000 მომხმარებელზე ასვლა სადღაც 300-დან 400 მილიონიანი პორტფელის ადგილზე შექმნა მაგრამ ეს იქნება ეს არის პარალელურად რა პარალელურად ჩვენ უკვე მომავალ წლის ბოლოსთვის მაინც გვინდა რომ უკვე გლობალურ მომხმარებელს ვემსახურებოდეთ და სხვა იურისდიქციაში ჩვენი პროდუქტის მარკეტინგს ვაკეთებდეთ. თუ სხვა სხვაებში. ნუ მაინც ევროპას ვუყურებთ EMI, MiCA ლაისენსინგის პროცესის გავლას და ხო რა პასპორტინგით შემდეგ უკვე ხო რა ანუ კლიან ბაზარზე და ხო რა ანუ კიდე ალბათ მნიშვნელოვანია რომ ხო რა ანუ ამ პლატფორმაზე შეიძლება იყოს რაღაც პროდუქტები რაც მარტო არარეზიდენტებისთვის იყოს მისაწვდომი და ხო რა ეგეც რეგულაცია შეიძლება კრიპტოს ესხი კონდეს იქ და აქ რეგულაციებიდან გამომდინარე მაგრამ ეგ არის ჩვენი ამბიცია და გეგმა რა რომ ლიცენზირების პროცესში უკვე შეიძლება იყოს ითქვას რომ ხო პროცესში ხო რა უკვე ვიწყებთ მაგ მიმართულებით მუშაობას და თუმცა ხო რა ადგილზე მაინც გვინდა რომ დავსტაბილურდეთ და ახალი პროდუქტები გვექნება ბევრი არა უკვე მაგრამ გადახდის ანუ ჩემი წვენით ხო რა გადახდის ლიანდაგები or payment rails შეცვლილია მსოფლიოში ცალსახად და ხო რა ანუ Swift-ი აღარ უნდა სჭირდებოდეს ხო რა კრიპტოთი ხო ნუ stable coin-ებით და არა მარტო და open banking-ით რა ანუ აი სექტემბერში ალბათ ჩავუშვებ ძალიან საინტერესო პროდუქტს და ნახავთ ეგ პირველ რიგში ჩვენი დიასპორისთვის იქნება მიმართული მათ რო გაუადვილოთ რეალურად banking inclusiveness ჩვენთან და ეგ ძალიან დიდი მარკეტი არის რეალურად ძალიან დიდი ფული შემოდის კი ხო რა ანუ ხო 1,200,000-მდეა რა სადღაც რა ეგ მარკეტი ხო მომხმარებელი და არის და თანხებში რავი მილიარდობით მილიარდ ნახევარ 2 მილიარდ ნუ 20%-ია ჩვენი ქვეყნის GDP-ს ხა უცრება ეგეც ნუ ხო და ხო ამავე დროს
უბედურება რეალურად რა. და ბევრი პროვაიდერი, სხვადასხვა ფასები, გაუგებრობა, ასე შემდეგ და დიდი თემა ძალიან კაი. იყო რაღაც თემა, რაზეც გინდა საუბარი და არ გვისაუბრია? ხო არ იყო რამე ხო არ გამოგჩა, რამე ხო არ გიტრიალებს თავში, რომ აი ეს მინდა რომ თქვა რაღაცა. მე მგონი საკმაოდ ცლად და გახსნილად ვისაუბრეთ, როგორც იყო მოსალოდნელი შორის საუბარი. ეგრე უნდა ყოფილიყო რა. ძალიან დიდი მადლობა ალექსო, რომ იყავით დღეს ჩვენი სტუმარი. მე მგონი მართლა საინტერესო პოდკასტი გამოგვივიდა. პირველ რიგში, კაი არა რომ ეს ფინანსური სექტორი რა ბევრს გონია რომ არის რაღაცა ის ორი ბანკი და მე რაღაცა პატარა მოთამაშეები და არა და ძალიან ბევრი რაღაცა ხდება, მათ შორის ხა თქვენთან რაც ხდება და თან ეს ტექნოლოგიური მიმართულება რო არის და 21 საუკუნის თემა რო არის ძალიან მაგარია და პირველ რიგში წარმატებები მინდა გისურვოთ არა მარტო ლოკალურ ბაზარზე, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. იმედი მაქვს რომ რაღაცა 6 თვეში ერთ წელიწადში კიდევ ერთხელ ჩავწერთ პოდკასტს და განვიხილავთ იმ ერთ წელიწადში რა გააკეთეთ და დარწმუნებული ვარ ეგეც ძალიან საინტერესო გამოგვივა. მადლობა გიორგი, მადლობა მოწვევისთვის, ნამდვილად საინტერესოა შენთან საუბარი და რავი, მთლიანობაში მე მგონი ერთიან რაღაცას ვემსახურებით და ეს ამ ქვეყანას აქვს პოტენციალი რომ იყოს ჰაბი ეს რა ქვია რეგიონალური ჰაბი და ყველამ ამას ხელი უნდა შეუწყოთ და დარწმუნებული ვარ რომ შესაძლებელია ეს და უბრალოდ ხო რა რაღაცეები შეიძლება დღეს ხელს უშლიდეს მაგრამ ნუ დროა რა ხო კი ბატონო და ტექნოლოგიას მაინც ვერაფერი ვერ გააჩერეს კი ბატონო კაი მადლობა დიდი მადლობა